ჩემი დღევანდელი ვიდეო იქნება ობიექტური რეალობის კრიტიკაზე და როგორ ჯდება ქრისტიანობა სუბიექტურ იდეალიზმში. Აი რომ ამბობენ მეცნიერები ზოგადად და ხალხიც რომ ობიექტური რეალობა არსებობს რაღაცა. ანუ ეგ არის ადამიანის აღქმა. ადამიანი აღიქვავს ეგრე, მაგალითად ხა ცხოველი ისე ვერ აღიქვავს იმ რეალობას, როგორც ადამიანი და აი ადამიანიც რო აიღო ტელესკოპს რო იყენებს, სხვანაირად აღიქვავს რეალობას და ჩვეულებრივი თვალით რო ეყურება, სხვანაირად აღიქვავს. ამიტომ თლიანად აი ეგ მოცემულობა იმ არგუმენტს აბათილებს, რომ ობიექტური რეალობა არის. ანუ ჩვენი აღქმის იქით ისი არის რეალობა, როგორც ჩვენ აღვიქვავთ. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, ეგ ანუ იმის იქით, ჩვენი აღქმის იქით არც ფერები არ არსებობს, არც ფორმები არ არსებობს გეომეტრიული, არც ეს მათემატიკის კანონები არ არსებობს, აი რო იძახიან რომ მათემატიკის კანონებს ემორჩილება სამყარო. მათემატიკის კანონებს კი არ ემორჩილება, უბრალოდ მათემატიკა არის ინსტრუმენტი, რასაც ვიყენებთ აი ამ ძალათა ურთიერთობის და წინააღმდეგობების ინტერპრეტაციებისთვის, ანუ რეალურად რაც არის სამყარო. არაფერი კანონებს არ ემორჩილება. ეგ მათემატიკის კანონები არის დამოკიდებული სუფთა მათემატიკურ აქსიომებზე და მეტი არაფერზე. დროც გამოგონილია რეალურად. დროც არის ინსტრუმენტი, რითიც აღვწერთ აი ამ ძალათა მოქმედებებს და ზემოქმედებებს. ანუ რეალურად აი ეს წარსულის აწმყოს და მომავლის ეს დაყოფა, ესეც ადამიანის გონებაშია, ეგეც ადამიანის აღქმა არის. რეალურად ბრჭყალებში ყველაფერი ერთდროულად ხდება. და ჩვენ თუ ასე შევხედავთ სამყაროს, რომ ობიექტური რეალობა არ არსებობს, მაშინ ქრისტიანულადაც რომ ღმერთმა სიტყვით შექმნა სამყარო, ისიც რომ ღმერთი ყოვლის მცოდნე არის, ისიც რომ ღმერთი წარსულსაც აწმყოს და მომავალსაც ხედავს, ისიც რომ განკაცდა და მოვიდა ჩვენ ცოდვების გამოსყიდვისთვის, დედამიწაზე მოევლინა, შემდეგ კუდრეთით აღდგა და ღმერთი რომ ყოვლის შემძლე არის, ანუ ლოგიკაში უფრო ჯდება ბევრად ამ მოდელში სუბიექტურ იდეალიზმში, ვიდრე ობიექტური რეალობის ვისაც ჯერა. იმიტომ რომ ობიექტური რეალობის თუ ჯერა, შენ ვერ აღიარებ იმას, რომ ანუ სასწაული შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ თვლი რომ რაღაცა პრინციპებს ემორჩილება რეალობა, რაც ტყუილი არაფერ პრინციპებს არ ემორჩილება, უბრალოდ ადამიანი ხედავს ეგრე და რაღაცა ენის გამოყენებით და ეგ მათემატიკის გამოყენებით გონია რომ რაღაცა პრინციპები არის, რასაც რეალობა ემორჩილება, არა და არ არის ეგრე და ღმერთის ყოვლის შემძლეობაც ლოგიკაში ჯდება. ან სუბიექტური იდეალიზმი ყველაზე კარგად ერგება ქრისტიანობას, ვიდრე ეს მეცნიერული რაღაცა ობიექტური რეალობის როჯერად. იმიტომ რომ თუ სამყარო არც მათემატიკის კანონებს არ ემორჩილება, არც ფუნდამენტური ლოგიკის კანონებს და ღმერთმა შექმნა და ანუ შემოქმედებითი ენერგია არის ეს სამყარო და ეს ძალათ დაპირისპირება, მაშინ ლოგიკურია სიტყვით რომ შექმნა ღმერთმაც. ღმერთი რომ ყოვლის მცოდნე არის, ღმერთი რომ ყველგან არის, ეგეც. იმიტომ რომ სამყარო არის მენტალური, აღქმითი არის. და ანუ ეგ არის ძირითადად ჩემი კრიტიკა რა, ანუ მე ვფიქრობ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ანუ არანაირი სასულიერო იმითი ავტორიტეტით და იმითი არ ვიცახი, ეს არის უბრალოდ ჩემი სუბიექტური აზრი, რომ სუბიექტური იდეალიზმი ყველაზე კარგად ჯდება ქრისტიანობაში და ანუ ყველაზე კარგად ხსნის ქრისტიანულ რწმენას. ბევრად უფრო ჯდება ლოგიკაში, ვიდრე ეს მეცნიერული აღქმა სამყაროს ეს ობიექტური რეალობის როჯერად, ანუ აღქმის მიღმა იქ. რომ ანუ განაობიექტური რეალობის როგორც საერთოდ, ანუ ობიექტური რეალობის როჯერად ისეთის, როგორცაც თვითონ აღიქვავენ.